stop. Კაი. შო, გვაქვს ხო? უნდა მივესალმოთ ხო? ავიდა. გამარჯობა. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი რვა ნახევარი. სალომე და ჩიკო. ჩვენი პოდკასტის მიზანია რომ ვისაუბროთ კინოზე და ყველაფერზე, რაც კინოს ეხება და არა მხოლოდ კინოს, ხო? კი, ზოგადად, რასაც ეხება კინო, მე რასაც აღვიძებს კინო. იქნება ეს ფსიქოლოგია, იქნება ფილოსოფია, იქნება იუმორი, სიყვარული და გვაინტერესებს ამ თემაზე სხვების აზრები და ვფიქრობთ, რომ წიაღში, პოდკასტების წიაღში, მაინც არის რაღაც დანაკლისი და ვფიქრობთ, ანუ გვაქვს ამბიცია, რომ ეგ დანაკლისი ამოვავსოთ. დანაკლისი ამოვავსოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სურვილები რომ დავიკვამოთ. კი ბატონო. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ მოდი ვთქვათ, ჯერ ვინ ვართ საერთოდ, ხო? ვინ ხარ? ვინ ვართ, მოკლედ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს კინო პირველ რიგში. და ყველანაირი ვიზუალური გამოსახულება და ფიქრობთ რომ ქარისხმა იყო ეს? ქარიქრის? ხო, გვინდა რომ ვისაუბროთ კინოზე. პირველ რიგში ჯერ იმას ვიტყვი, რა შეხება გვაქვს საერთოდ კინოსთან და რატო გვიყვარს საერთოდ კინო? მოდი ის ამით დავიწყოთ, ხო? აი, თუ გინდა ცოტა მოყვეთ, იცი რა მოყვეთ? ანუ მე და შენ საიდან ვართ ესე ერთად შეთხილაშილები კინოზე და ზოგადად როგორ გავერთიანდით ამ თემის გარშემო. კი ბატონო. ანუ დარწმუნებული ვართ რომ ბევრი ხართ ეგეთები, ვისაც შეგეძლიათ რომ კინოთი იცხოვროთ, ანუ დღიდან დღემდე, რა ვიცი, გაატაროთ ყველაფერი, ჩაატაროთ მთელი სამუშაო გეგმა შეასრულოთ იმისთვის რომ საღამოს დასხდეთ და კინოს უყუროთ. აი მაგ კატეგორიას განვეკუთვნებით ჩვენს და როდესაც დილით ვიკვეთებით, იქიდან გამომდინარე რომ ვართ თანამშრომლები ამავდროულად, ვუზიარებთ ერთმანეთს ამ გამოცდილებას, ვურჩევთ რაღაც ფილმებს ერთმანეთს, სერიალებს, პატარა ჩანახატებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგით ცოცხლობთ. და ვიფიქრეთ, იქნებ სხვა ადამიანებიც არიან და ამ ჯგუფში მოხვედრა მოუნდეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ გავერთიანდით სალომე და თიკო, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, ერთმანეთს გავუზიაროთ ემოციები, აზრები, რეკომენდაციები და მე შევაჯეროთ, ზოგჯერ ვიკამათოთ, ზოგჯერ აღრთვანებით დავეთანხმოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ხო, ვისაუბროთ იმაზეც, რომ პატარა შეხება გვაქვს ასე თუ ისე, შეიძლება კინოსთან არა, მაგრამ თიკო პროფესიით არის კი, მე ვარ ტელერეჟისორი და ვარ მემონტაჟე, ბევრ პროექტზე მიმუშავია, შესაბამისად, ბევრნაირი რაღაც გამოცდილება დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში. და მუდმივად ვაკეთებ სხვადასხვა კონტენტს, სარეკლამო კონტენტი იქნება ეს, შემეცნებითი, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ასე შემდეგ, ამიტომ მუდმივად გვაქვს ამ ციფრთან, კამერებთან, ხმასთან შეხება რეკთან და ეგ არის ჩვენი ძირითადი დანიშნულება. ხო, უნდა ვთქვათ ისიც, რომ გვეყოლება ხოლმე სტუმრები და ჩვენზე ბევრად პროფესიონალებიც და არაპროფესიონალებიც და შეიძლება რომელიმე თქვენგანიც კი აღმოჩნდეს ჩვენთან სტუმრად. ძალიან გვაინტერესებს. იმიტომ რომ ყველას აზრი არის გასათვალისწინებელი, მოსასმელი, საინტერესო შეიძლება არანაირი შეხება არ ქონდეს ადამიანს კინოსთან და უშუალოდ გადაღებასთან. მაგალითად ჩვენი ანა პიარი. როგორ გამოვიდა ეს ამბავი, ეგეც მოვუყვეთ. ხო, ეგეც უნდა მოვუყვეთ და დაიწყე და პოდკასტის შევთამაშდეთ მერე. პოდკასტის საკითხი ახლა რაღაც ბევრი ესეთი იუმორისტული ვიდეო იდება, რომ ანუ ყველა ფეხის ნაბიჯზე რომ პოდკასტები კეთდება და ტაქსიში რო ჯდები და ტაქსის ძღოლი რომ მოტრიალდება მიკროფონით. პოდკასტი ხო ჩაგვეწერა თქვენ სანამ ურთა ჭალამდე მიხვალთ. და იმ ხელსაწობებია რა კი მოასწრება. იმ ხელსაწობებია რომ ვიწუნიეთ რომ პოდკასტ ჩაწერეთ ორ სერიას და აქედან გამომდინარე რატომაც არა, ანუ არ გვინდა რომ ჩამოვრჩეთ ჩვენ ამ ტენდენციებს თან, ანუ ფორმატი თვითონ აი საუბარი რაღაც საკითხზე რომელიც აგანთებს და რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ვიცი, აი ზედ გამოჭრილია ამ თემისთვის და კინო არის ეს სფერო, რაც ყველანაირს გალაპარაკებს ყველაფერზე, ანუ პოლიტიკა, სოციალური, კულტურული, გენდერული, არ ვიცი, ყველანაირ სფეროზე გალაპარაკებს რა. ვეთანხმები და აი ეგ არის მოკლედ ამ იდეის
დედა აზრი, რომ ადამიანები, ანუ ჩვენ შეიძლება კამერის წინ ვხედავთ, მაგრამ კამერის უკან ვხედან ადამიანები და კიდევ თავიანთ სახლში ვხედან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან ყველაფერში, ანუ ჩვენი ეს იდეები შევაკოწიწეთ, ასე ვთქვათ, დავხვეწეთ, ანუ ვიზრუნეთ, ჯერ რა თქმა უნდა პირველ ნაბიჯებს ვთქვამთ, როგორც ახალშობილი გადადგამს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ გუჯერა რომ თუ ასეთი ენთუზიაზმით ვიქნებით, ერთმანეთის აზრების გათვალისწინებით ვიქნებით, რაღაცა გამოგვია. ხო და რადგან პირველ ნაბიჯებთან მიხვედი, ზუსტად მოდი ისიც ვთქვათ, რატომ 8.5 და რას ნიშნავს 8.5, რა არის, ვინ არის, ალბათ ბევრი მიხვდებოდა, ეხლა ვისაც უყვარს კინო, ესე შეთხლეშელი ვინც არის კინოზე, მაგრამ ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ, რატო 8.5, ხო? ხო, სახელწოდება 8.5 მოვიდა აი ესე. იმიტომ რომ ვეძებდით რა, ზოგადად სხვა საქმეები რო გაქვს და ის რომ არ არის შენი პირველი პრიორიტეტი, რომ მოდი ახლა სახელი მოვიფიქრო და 24 საათს ამას არ უთმობ, ამიტომ რაღაც იმებზე, იმპულსებზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ ესე როგორც კი გადავიკვეთებოდით ხოლმე, იყო გაცვლა-გამოცვლა აზრების რაღაც ნებისმიერ რაღაცას რო დაინახავ და ბავშვი რო სიტყვანას თამაშობს და რასაც ხედავს იმას რო ამბობს ხოლმე, ესე ვამბობდით, მაგრამ ანუ უცებ განათდა რა, იმიტომ რომ ალბათ ფელინი არსებობს და საიდანღაც მოგვაწოდა ეგ იდეა, რომ აბა იქ ხوار გეცადათ, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად დააჯდა ჩვენს იდეას, ჩვენს მოთხოვნილებას, ქვეყანაში მდგომარეობას, არ ვიცი, ყველაფერს საერთოდ რა. ის რომ მე პირადად ჩემიდან გამომდინარე ვისაუბრებ და მე შენ გავარცელე, რომ შემოქმედებითი კრიზისი, რაც ამ პერსონაჟს ჭირს და ვისაც არ აქვს ნახავს ალბათ, თუ დავაინტერესებთ რა თქმა უნდა. ხო, ფელინის ლინკ დააკლიკეთ და ხო, მოკლედ ფელინის 8.5, რომელიც ფელინი არის კინოს მამა ალბათ და ვინც არ უნდა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ უნდა თქვას, მაინც ეგრე დარჩება ხალხო, ვერ მოიგებთ. ყვილად აზრი არ აქვს. ხო, ამ ფილმში რა ხდება, ხო? პატარა მონაკვეთი ვინც არ იცის, ალბათ ბევრმა შეიძლება არ იცის და ლოგიკურიც იქნება, ანუ არ არის აუცილებელი. ძალიან კარგია თუ არ იცით და წინ გაქვთ ექსპერიმენტი. მოკლედ არის პერსონაჟი, რომელსაც აქვს შემოქმედებითი კრიზისი, მსახიობი, რომელსაც აქვს შემოქმედებითი კრიზისი და რაღაცის ძიებაშია. სულ რაღაცას ეძებს, რომ აი ესე ჩვენსავით რაღაცას დაიჭიროს, ხელი ჩაჭიროს, ხო, რაღაცა ხავსივით მოაჭიდოს და ეს იყო ჩვენი იდეასაც ეხმაურება ჩვენსას, ხო, რაღაცნაირად გვინდოდა რაღაცის გაკეთება, რაღაცის ოღონდ აი ერთად გვინდოდა რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან შევთამაშდით ყველანი ადამიანები, რომელსაც ფილმები გუყვარს და უკანა ფონიც, რომელსაც ვინც უბრალოდ ერთობა, მაგრამ ამ გართობაშიც ხო, ნუ ეს გართობა ხო გართობა, სიყვარული გართობა. ანუ ეკლექტურობა არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის, რომ ისეთები ვართ შეკრებილები, რომ ყველანაირ აზრს მოისმენ, ამიტომ კი ბატონო. ხო, ისიც თქვათ, რომ ჩვენ ბოლომდე ნუ არ მოყვებით, ახლა არ დაგასპოილერეთ და ბოლომდე უყურეთ ფილმს, ვისაც საინტერესებს და ისიც თქვათ, რომ ბევრ რუბრიკას ვაპირებთ. ნუ თუ რა თქმა უნდა, ისე წავა ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა და რა თქმა უნდა გამოხმაურებაც თუ იქნება, იმიტომ რომ გვაინტერესებს ახლა აზრი, კი ჩვენი გულისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ჩვენი სიამოვნებისთვის სრულად მართლა, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ მაინც ვსაუბრობთ ამაზე და მოდი ბარემ ყოველი დღე, ხო არა, არ გადის ალბათ დღე, რომ მე და თიკომ კონკრეტულად ერთმანეთს არ გავუზიაროთ, გუშინ იცი რა მაგარი კინო ვნახე და შენ ცუდა ნახავ უჭველი, ხო. ეგეთი ამბები. ან შენი აზრი მაინტერესებს, ანუ ჯერ არანაირ შეფასებას არ ვაკეთებთ ხოლმე და ეგ მნიშვნელოვანია რა და საერთოდ აი კინოს მაგაზე რო ვფიქრობდი, რომ კინოს რა დანიშნულება აქვს, ხო? ანუ შეიქმნა, გავიდა კინოთეატრებში, მიგვიპატიჟეს და ანუ რა არის თემა, ხო? მე უნდა დადგე და გააზიარო ეს ემოცია, ანუ დანიშნულებაც ეგ მგონია, რომ ერთმანეთში საუბარი უნდა იყოს. კი ბატონო. ხო და რადგან მანდ მიხვედი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი თემა იყოს რა არის კინო საერთოდ, ხო? რა არის ზოგადად კინო, ჩვენთვის რა არის კინო და ჩვენი მეგობრებისთვის. Wait a minute. You ain't heard nothing yet. Man. Am I crazy?
ბოროტიანკა რა ზოგადად რისთვის არის კინო შენი აზრით? აი რატო შეიქმნა რა? ანუ ვიღაცა ტიპი ადგა ესე რაღაც, ნუ ვიღაცა ტიპი არისო რა თქმა უნდა ლუმიერები იყვნენ და რა შიგადაში გამ ინფორმაციებსაც ვიტყვით ხოლმე ხო ალბათ რომ რაღაცა განმანათლებლები ლობის ამბავიც იქნება ცოტა. ფილმის მისიონერები, სინემა მისიონერები. ანუ აქვე ვთქვათ ის, რომ არ უნდა გამოგრჩეს, რომ არ ვართ პროფესიონალები ამ მიმართულებით. არ ვართ კრიტიკოსები, არ ვართ კინომცოდნეები, არაფერი მსგავსი. ვართ ჩვეულებრივი მოკვდავები, რომლებსაც უყვართ კინო და რა ვიცი, ამბიცია აქვთ, რომ თავისი აზრი უჩნდებათ, რასაც უყურებენ იმასთან დაკავშირებით და გაზიარება გვინდა მხოლოდ. შესაბამისად, ინფორმაციები გადამოწმებული. შეგვიძლია რომ გაგიზიაროთ ხოლმე, რაც ჩვენთვის საინტერესო იყო, პირობითად არ იყო ძალიან ცნობილი და ასე შემდეგ. ამებს ვეცდებით, რომ მოგამარაგოთ ხოლმე რაიმე საინტერესო ინფორმაციებით. და დავუბრუნდეთ ახლა რასაც ვაპარაკობთ, რა მაგია აქვს ესეთი ამ კინოს, რომ განვითარდა ყველაფერი, ზოგი რაღაც გადაშენდა, ზოგი ისევ გრძელდება და მაინც ესე აქტუალურია რა. დღევანდელი დღისთვის რისთვის იყენებენ, ანუ არის პროპაგანდის რა ვიცი, ყველაზე კარგი საშუალება ალბათ და იყო ოდითგანვე და ალბათ ყოველთვის იქნება. სოციალური, კულტურული, არ ვიცი, ყველანაირი თემა შეიძლება მოიცვას კინომ და იცვლება დროსთან ერთად ალბათ კინოს მოთხოვნებიც, ანუ საზოგადოებისგან მოთხოვნაც იცვლება კინოს თვალსაზრისით. მოდიფიცირდება, კი. რაღაცა ეხლა უკვე AI-ც კი კინოს აკეთებს ისე, რომ რა ვიცი, ხმების ჩასმა შეუძლია პოპულარული ადამიანების და ეხლა იჩივლეს კიდევაც მაგაზე. სახიობი აღარ იქნება, მალე საჭირო ამბობენ. რა თქმა უნდა, ეს კიდე ალბათ დიდი თემაა ძალიან ეს და AI-ის თემა კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ ჩემთვის კინო როგორც ასეთი, მოდი ვილაპარაკოთ და მე თავისთავად მოვალბათ რა არის კინო, ჩამოყალიბდებით მაგაზე, ხო? ჩემთვის რავი, აი ემოციების ზღვარი ალბათ. როცა კინოს რო ვუყურებ ხოლმე და აი მინდება ხოლმე რომ დავაპაუზო და აი გავიაზრო რა ეს რა იყო, აი ბოლოს რაც კი მახსოვს, ეხა გამეორებით რო ვუყურებ ხოლმე კინოებს რაღაცებს, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან იშვიათად იღებენ ისეთ ფილმებს, ალბათ რატო არ ვიცი მაგაზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ ბოლოს რაც იყო რომ Old Boys ვუყურე და დავაპაუზე იმ მომენტზე, ალბათ ყველა მიხვდება ვისაც ნანახი აქვს, მაგრამ როიგებს უკვე რაშიც არის საქმე და დავაპაუზე და აი სუნთქვა შემეკვრა მიუხედავად იმისა რომ ნანახი მქონდა ეგ ყველაფერი და მაინც სუნთქვა შემეკვრა და 1-5 წამი დამჭირდა იმის რომ მეთქი რამ აი დამაჟრიალა და მე გავაგრძელე ისო ყურება რა. აი ეს არის ჩემთვის კინო, რომ მანახებს კიდევ, აი ხო და კიდევ ვფიქრობდი რომ აი სუნივით არის რა. აი მე მაქვს ხოლმე ესეთი რაღაცა ალბათ ბევრ ადამიანს აქვს რომ აი რაღაცის სუნი რო გეცემა, აი სადარბაზო სუნი რო გეცემა რა და რაღაცას რო გაგახსენებს, აი ძველი წიგნის ყდის და რაღაც ფურცლების სუნი რო არა, ეგრე არის, აი კინოს რო ვუყურებ, რაღაც ისეთი კადრის გან შეიძლება ისეთი რაღაცა ამოვარდეს ჩემი ქვეცნობიერიდან, რომ აი ეს რაღაცა განცდა იყოს, ან გამახსენოს რაღაც ისეთი, რაც არ მახსოვდა, მეგონა რომ არ მახსოვდა და თურმე ქვეცნობიერად ყოფილა რა. საბოლოო ჯამში ალბათ დავალთ იქამდე, რომ ემოციებია და ის ემოციები, რასაც ვერ ვიღებთ ყოველდღიურად ადამიანები და გვაკლია ეს თუნდაც ეს რაღაცა დრამა, ზოგს დრამა აკლია, ზოგს საშიში ფილმები უყვარს და რაღაც ეგ ემოცია აკლია, ადრენალინი ნაკლებობა აქვთ ადამიანებს და ეგ მაგას იუსებენ. ძალიან ბევრი ვიცი რომ მხოლოდ მაგ ჟანრს უყურებს ხო და ეგეც რაღაცა ხო და ფსიქოლოგიაც არის რა ერთი მხრივ არის ძალიან კარგი საშუალება თერაპიის ხო ისევე როგორც მუსიკა ხო ისევე როგორც მუსიკა ნუ თერაპია არის რა ხო რა ვიცი თუ გინდა დრამის თქმა გაგრძელე მე როცა მეკითხებიან შენთვის რა არის კინო არის თერაპია აი პირდაპირ მნიშვნელობით თავისი ყველა პუნქტით და თავის ყველა ეტაპით ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ როცა ჯერი იმაზე მიდგება რომ უნდა ავირჩიოთ ფილმი აი მან დიწყება ხოლმე რაღაცა აი არ ვიცი მენიუს რო გაძლევენ და რო არიცი რა რომელი ყველაფერი რომ მოგწონს და თან რო არბერი ხო რო არიცი რა რომელი უნდა აიღო რომელი ულუფა გეყოფა და ასე შემდეგ ეგეთი შეგრძნებაა ხოლმე აი ძალიან ისეთი რა ადრენალინი მანდაც კი ანუ არჩევანშიც კია კიდევ ვიცი რაშია ემოცია თუ ვინმესთან ერთად უყურებ და შენ არჩეულ ფილმს უყურებთ ერთად და აი ამ ემოციებს რელოდები რომ ანუ ეს ძაფები გაიბმება თუ არ გაიბმება. აბა იგივე კადრზე ექნება თუ არა რაღაცა ხო? და აი ეგ ძაფები არის ხოლმე ავტორსა და ჩემს მაყურებელს შორისაც, იმიტომ რომ თუ რაღაც ისეთ ფილმს უყურებ, სადაც ავტორმა
რავი, არ დაიშურა თავისი დეტალიზაციის რაღაც საოცარი უნარი და გამოაჩინა თავის რეჟისურა ამაში. ანუ მაჩვენა ადამიანური რაღაც ქმედებები, რომლებიც ყოველდღე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ამას ასე არც უწერთ, ანუ არც ლიტერატურაში არ უწერთ და არც ვსაუბრობთ და არ ვაფიშირებთ ამ ყველაფერს და იმან რო ეგ დამანახა, რაღაცა ეს არის ხოლმე რა, რომ აინთება და ანუ ის რო შენიანია, რაღაც ეგეთი კავშირები არის. ეგ კავშირიც ძალიან ემოციურია ხოლმე და მნიშვნელოვანი, რომ ავტორი ჩემამდე მოვიდა ამით, აი ამ ადამიანურობით. მესამე რასაც ვიტყოდი, არის გართობა, აი ჩვეულებრივი ატრაქციონი, თავისი კულმინაციებით, ანუ ის რაღაც რო უნდა წამოვიდეს ეს ადრენალინი. ფილმზე იმდენი მოგმაც, ანუ ისე ვარ გართობილი ალბათ, რომ ხასიათზეც გამოყენებ, თუნდაც გაოცება, გაოგნება, თუნდაც აი ზიზღი, შიში, რა ვიცი, ყველაფერი რა, აი ყველა ემოცია გაზიარებაც არის რა, ერთი სიმხრივ, ანუ თავიდან რომ დაიწყო, რომ გამოქვაბულებიდან დაიწყო და აქამდე მოვიდა რაღაც გამოქვაბულებზე ადამიანები რომ ერთმანეთს ინფორმაციას უტოვებდნენ და ელაპარაკებოდნენ გამოსახულებებით, ხო, მე ეს გადავიდა თეატრში, მე წიგნებში და მე წიგნებიდან უკვე გადმოვიდა ფილმებში. და რაღაცა ამბის ცხრობაც არის რაღაცნაირად გაზიარება, რეჟისორებიც ცდილობენ რომ გაგვიზიარონ ჩვენ თავიანთი შინაგანი მდგომარეობის გარეთ გამოტანა, საბოლოო ჯამში მაინც ემოციებამდე დავდივართ. ხო, მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს, თუ არის ისეთი, თუ გახსოვს, შეიძლება არ გახსოვს, ახლა ლოგიკური რამდენი წლის წინ იყო ალბათ, კინო თუ გახსოვს ის, რომელზეც აი მოიწამლე რა და თქვი, რომ ვა, ეს რა მაგარია. პირველი და აი ფო კინო მიყვარს. მაგაზე ვიფიქრე და მაგაზე ესეთი ცალსახა პასუხი არ მაქვს. უბრალოდ შემიძლია რაღაც ესე პატარა ესე თქვა გადახედვასავით გავაკეთოთ ჩემს ბიოგრაფიასთან. ანუ საიდან მოდის ეს ყველაფერი? რეალურად ბავშვობაში ჩვენ მე როდესაც ვიყავი პატარა 1 წლის და 2 წლის მაშინ არ იყო არც MTV და არც მსგავსი რაღაც ესეთი არხები, სადაც უყურებდით გამოსახულებებს მუსიკასთან ერთად, ხო, Netflix-ს საერთოდ საუბარი ზედმეტი, ანუ Music Box-ი არ იყო რა და არც ოროლა თუ მაესტრო თუ რაღაც. მოკლედ მაგ პერიოდში ესეთი რაღაც იყო, რომ ნათლია მყავდა ძალიან ესეთი რა ტექნიკურად განვითარებული ტიპი, ოპერატორი იყო და ამ ადამიანმა ჩაწერა სხვადასხვა მუსიკალური კლიპები, 40 წუთიანი კასეტა, რომელსაც ან მუდმივად ვატრიალებდით რა, იმიტომ რომ ანუ მაშინაც იყო ეკრან დამოკიდებული ადამიანი და ეგ მე ვიყავი რა, 92-ში და 93-ში. ну აი ეს მოკლედ 40 წუთი იყო ჩემი რაღაცა ნირვანა. მაქედან ვფიქრობ რომ მუსიკისა და გამოსახულების თანხვედრა ჩემთვის გახდა რაღაცნაირი საკვანძო. აი რავი 1 წლიდან იწყება ეგ. და ზოგადადაც ან მუსიკა მნიშვნელოვანია და ამაზეც ალბათ მე კიდე უფრო მესვისავ. ჩემი ანუ ფილმებთან დამოკიდებულება აქედან იწყება და ანუ პირველი ეს ერთი ნაწარმოები ერთი ფაქტი არ არის, რომ მე წავედი და რაღაც უცებ ვნახე და გამეხსნა გონება, მაგრამ ანუ ეს მუდმივად იყო, ანუ სულ დავდიოდი კინოში, აი სულ აი რაც გაიხსნა კინოთეატრი ამირანი პირველი დღიდან დავდივარ და მაშინ რაღაც ბეჭდების მბრძანებლის პრემიერა იყო რა, მსოფლიო პრემიერა ერთ-ერთი პირველი ტარდებოდა საქართველოში და იქ იყო რა, აი ჩემი ცხოვრების, აი ეგ არის ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ემოცია. ბეჭდების მბრძანებელი? კი. 2001 წელია. რაშიც მე ვერ დაგეთახმე. ხო, მაგაში გამოდიდი. და აი ბეჭდების მბრძანებელს რომ მივდიოდი, ეგ იყო მოკლედ რაღაც აი ეგ იყო განუმეორებელი და ნუ მე რო გაამართლა ჩემი მოლოდინი და მე რეალურად ძალიან ბევრი რაღაც განსაზღვრა მაგ ფილმმა რა. ერთი შემიძლია ეგ თქვა ხაზგასმით. ხო, მე არ მომიწევ ნალაპარაკებით გვაქვს ჩვენ ამაზე, მაგრამ მე არ მომიწია ესე ბავშვობიდან ამ სფეროში ყოფნა, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ გარემო არ მქონდა ეგეთი, არ მოხდა ესე. მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩემი ლტოლვა იყო ხოლმე ზოგადად გამოსახულება. ძალიან მიყვარდა ხოლმე, აი რაღაც ფოტოებს ვეძებდი ხოლმე ძალიან ხშირად რა. ფილმები რო შემოვიდა მე ჩემს ცხოვრებაში. აი მე ერთი ფაქტი მახსოვს ესეთი, რომ ერთმა ადამიანმა მითხრა რა, ანუ საკმაოდ ესეთი ალბათ 17 წლის ვიქნებოდი სადღაც რა. ის ადამიანი ჩემთვის იყო ცოტა ისეთი რა, ის ძალიან ჭკვიანები რო არიან, ხო იცი და ის ძალიან რო ავტორიტეტები არიან და მაგან მითხრა რა, რომ ეს ფილმიო რაღაც მაგალითი მომიყვანა რა და არ ვიცოდი ეგ ფილმი რა და აი მაგრად რაღაცნაირად ის მქონდა, ხო იცი რა, აი ამანიცის და მირენეირე და არ ვიცი ეგ განცდა მქონდა და ვუყურე მაგ ფილმს. და მაგ ფილმმა ეს ფილმი იყო Eyes Wide Shut. სტენლი კუბრიკის ფართო დახრჭო თვალები და აი მართლა ძალიან დიდი შეძალი. ჩაიწერ. ფელის ხალხო უყურე. კი, უყურე.
ნამდვილად. დაახლოებით ისე უკვე როგორც მექანიკურ ფორტოხალში აყურებინებენ. ხო, ზუსტად. ეგრე უყურე. ხო და რო ვუყურე, მართლა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი, ესე ვიფიქრე, რომ მეთქი აი ამ კაცმა თუ გადაიღო ესეთი ფილმი, თქო, უეჭველი სხვა ფილმებიც ძალიან კაი ექნება, თქო და მაქედან დავიწყე ყურება რა. აი როგორც ასეთი აი სერიოზული ფილმებს გულისხმობ რა, აი რაღაც ფსიქოანალიტიკის დონეზე. მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა ეხა ნოუთბუქები და რაღაცეები, ყველას ტიტანიკები ყველას ნანახი გქონდა. ხო რა. ანუ თავიდან იწყება რაღაცა ისე რაღაც არ ვიცი, რადიო რო იყო ჩართული სულ კომუნისტების დროს, ეგრე იყო ხოლმე სულ ჩართული, ხო, რაღაც კი ესე. ბატონო. მუსიკალური ისინი იყო ხოლმე, მახსოვს ჩემთან ჩართული რა, ის ადრე ხო ის მუსიკ ბოქსები და რაღაცები რო იყო ხოლმე. მე ხა ძალიან დიდი არ ვარ და არის მაგ ინტერესს. ხო რა, მუსიკა ძალიან დიდი. მუსიკა საერთოდ ნუ ჩემი აზრით არის ყველაფრის ინსპირაცია. ხა ჩემთვის პირადად რა, რო ვთქვა რომ ფილმი და მუსიკა უფრო ჩემთან უფრო ახლოს არის ჯერ და მე ნუ რა თქმა უნდა. აი თითქმის ახლოს არის, მაგრამ მუსიკა მაინც უფრო მნიშვნელოვანია. რა მგონია, იცი? მუსიკაზე როცა საუბრობ ჩემ შემთხვევაში და აი უეჭველად გექნებოდა ეგეთი მომენტი, რომ მუსიკას უსმენ, მიდიხარ ქუჩაში, რაღაც აინთო წითელი, გადახვედი, ამ დროს ვიღაცამ გააჩერა, ვიღაც ველოსიპედით ანუ ყველაფერი რო დაემთხვა იმ ბიტებს, რასაც შენ უსმენდი და იმ ტემპს, ხო? ანუ ეგ არის აი ეს ჯადოქრობა, რაც მგონია, რომ მუსიკასა და გამოსახულებას შორის არის. და თუ მაგას გზნობ და მაგის მუღამს იჭერ, მგონია, რომ ფილმები ძალიან დიდი წყაროა და ოკეანეა მაგისთვის. ბოლოსკენ ვთქვათ, თიკო, ჩვენი ხუთი ფილმი რომელსაც ვფიქრობთ, რომ აი როცა გეკითხებიან რა არის შენთვის კინო, გახსენება ეგ ფილმი. რა თქმა უნდა, ხუთი ძალიან ცოტაა და ნუ წინასწარ ვიფიქრეთ მოკლედ ამაზე, მეგობრებო, არ მოგატყუებთ. ჩვენ ძალიან ალალი ხალხი ვართ. ხო და აი ზოგადად რაღაცებზე არ ვიფიქრეთ, შეამჩნევდით წინასწარ, მაგრამ ამაზე ვაბრალო ვიფიქრეთ. მე ძალიან გამიჭირდა რა. არაფერს არ ცვლის მართლა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა ისეთ მოფიქრება და ისეთ ვერ მოვიფიქრე. აი ისე დავწერე, რომ აი მეთქი აი ამას არის წინოს. ხო და დავაპლივს. მე როგორ დავწერე, იცი, დავალება რო გაგდა. არა ანუ ისეთი რაღაცები დავწერე, რამაც აი ის რაც მკითხე, აი ჩამიგდო, ჩამიწვევთ რა, ასე ვთქვათ, რაღაცა მიკიაფა. აი ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. გადამწყვეტი მნიშვნელობები, რომ აქვს რაღაც ფილმებს, რომლებსაც ვუყურე და იმის მერე, ასე ვთქვათ, დაღი, ოღონდ კარგი გაგებით დაღი დამასვა. ეგეთები მაქვს, ოღონდ ანიმაციებიც არის, გაფრთხილებთ და ხშირად იქნება ანიმაციები. გაფრთხილებთ. მენა იქნება აქეთო არის. კაი, დაიწყო მაშინ და ნუ როგორც ვახსენე უკვე იმაზე აღარ გავჩერდები და ეხლა მეორეს ვიტყვი, ანუ ვახსენე რომ ბეჭდების მბრძანებელი იყო ის ფილმი, რომელმაც ამას თავის ო რა, კაი, მეც მაგ ეგეთის ტრილოგიებით და თავის სამია და ერთად ითვლება. ბექსტეიჯებით და თავის ყველაფრით და თავის ორლანდო ბლუმებით. მოკლედ ეგ იყო რა, პირველი ემოცია, რომ ესეთი ზღაპარი რომ ვნახე და თითქოს იქ ვიცხოვრე, ეგ იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. ეხლა ვუყურებ ხოლმე მაგ კი, ანუ უყურებ ხოლმე, აი ეს ჩვეულებრივი ტრადიცია არის და გამიმართლა რომ მეორე ნახევარიც ეგეთი შემხვდა, რომ ანუ მისთვისაც ჩვეულებრივი თერაპია, ანუ როდესაც ძალიან სტრესული პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში, ანუ მოდი ჰობიტი ხوارჩავთ და აი უბრალოდ რომ ჩაირთვება იქიდან აი ეს რაღაც პლეიტის და რაღაცების ხმა, ანუ უკვე კარგად ვარ რა. აი ხო იცი, თერაპიაში ხوار ის მუსიკას რო ურთავენ და რო ამშვიდებენ. ხო, კი. დაახლოებით ეგრე არა ჩვენთვის. ანუ თან აი როგორი გულწრფელია, იცი? ანუ მუდმივად ეგ ემოციები არის, რაც თავიდან იყო, რომ რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეცინება CGI-ზე, მეცინება, რომ ანუ CGI-ს ეხლა მეც გავაკეთებდი ესეთ გრაფიკას და რაღაცებს ფიქრობ რა, მაგრამ ანუ აი ყველაფერი მისაღებია რა დროსაც ეგ მე ვნახე, იყო ძალიან ზუსტი დრო. და სხვათა შორის აი ეს თემა, ანუ რა დროს ნახე ფილმი, როგორც წიგნის წაკითხვის დროს აქვს ასაკს მნიშვნელობა და გარემოებას და ალბათ რა ემოციურ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, იგივენაირად მგონია რომ ფილმზე არის, იმიტომ რომ რა ემოციაც მე მქონდა რაღაც ფილმზე. შეიძლება შენ საერთოდ სხვა გარემოში უყურე. და ხშირად ჩემი რეკომენდაციები ესე ხმამაღალი ნათქვამია, რა ის მეგობრული რჩევები რომ არის ხოლმე რომ აი მოდი ეს ფილმი ნახე, აუცილებლად ვაყოლებ თუ ეგეთი ისჭირდება. ანოტაცია. ხო, ანოტაცია, რომ ოღონდ ესე უნდა იყო, ისე უნდა იყო, ეს უნდა ჭამო, ეს არ უნდა ქონდეს ნაჭამი და რაღაცა, მოკლედ ესე. ხო, აი ეგეთი ახლა მეორეზე გადავალ, იყო მიაზაკის Spirited Away. ანუ ეგ ანიმაცია რო ნახე, თუ ვინმე მკითხავს, როდი შეიძლება. ვიცი რაც არის, მაგრამ არ მაქვს ნახე ანიმაცია. ხო, ანუ watch list. თუ ვინმე მკითხავს, რომ აი რამე თუ არის ისეთი, რაც ნახე და მე სოფლ მხედველობაც კი შეგეცვალა, არის ეგ.
ნუ ანიმაციებში ეს შეეხება. მინდა ეს მორიგეობით თქვა. თუ გინდა ჩადი ბოლომდე და ჩამოვთვლი. კიდევ ერთი ფილმი, რომელიც მუდმივ რეჟიმში არის ერთნაირ ასე ვთქვა, თამასაც არ კარგავს და იქ არის ტოპებში. ეგ არის დევიდ ფინჩერის 7, რომელიც 7. გადავედით მე ძიმე ერთი 7 ანუ 7 ხო რომელიც არის 7 რომელიც არის 7 მოკლედ დევიდ ფინჩერის 7 არის ისეთი ფილმი რომელსაც ნებისმიერ დროს რო ვუყურებ ნებისმიერ დროს ვერ უყურებ მაგ ფილმს მაგრამ რამდენჯერაც უყურებ სულ ერთნაირი ემოციები მაქვს და ესეთი რა აღტკინება და აღთხოვნება მაქვს ხოლმე და ყველა ჯერზე მინდა დაურეკო და აუ ბიჭო რა მაგრა გააკეთე რა შეიძლება ძალიან მაგრა გამოგივიდა დევიდ და რაღაც ეგეთი კიდევ ანიმაციას მივადგები ესეთი ის მექნება რა ზოგადად ეგეთი ტიპაჟი ვარ და სათვალავია როგორ 3 ო 3 იყო ნუ ეხა ტრილოგიებს ხო არ ვთვლით კიდევ არის ანიმაცია მონსტრების კორპორაცია რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია რომ ბევრი ისეთი რაღაც არის შიგნით რაც ნებისმიერ სრულმეტრაჟიან ფილმს ახასიათებდა კი და ეგ კიდე ცალკე თემა იქნება ანუ რას გადაიღებდი ფილმად მაგალითად ანიმაციებიდან საინტერესოა და აკეთებენ ხოლმე live fiction-ს მაგრამ მოკლედ ისინი არ გაკეთებულა ჯერაც მე მგონია რომ უნდა გაკეთდეს და კიდევ ერთი ფილმი რომელიც ეგეთივე აი ეხლა მიხვდებით მოკლედ ჩემ თავში რა ხდება რა ამ ჩამონაცვალში კიდევ ერთი ფილმი რომელიც ამ 5-ში შევიყვანე არის ამელი იმიტომ რომ გამიკვირდა ძალიან ანუ აი 7-ის მერე ამელი მაგიტო რა ზუსტად ეგ ხდება ანუ ჩემთვის ეგ არის ზუსტად ეგ არის კი ზუსტად აი ეს არის რა ხო ზუსტად ეგ არის რა კონტრასტი ამელისაც რო უყურებ აი რაღაცნაირი არ ვიცი ჭიამაიები დადიან რა ძალიან შეგრძნება კარგი ან ყველაფერი დაბალანსებულია და მუსიკიანად ყველა კადრებია ყველაფერი დაბალანსებულია იუმორი გამოსახულება ფერები მუსიკა მსახიობების კი ბატონო თამაში რა ტემპო რიტმი მონტაჟის იდეა სცენა ყველაფერი რა მე ცოტა ისე წავედი უფრო ისე შევხედე ძალიან რთულად შემიხედავს ამ თემისთვის და მე ესე აი ვიტყვი და მე შედისან მიხვდები რას მოკლედ პირველი ის ფილმი შევიყვანე ვინაიდან და რადგანაც ის განცდა მქონდა რაც წეგან მოუყევი რომ Ice White Shot Stanley Kubrick-ის იმიტომ რომ ძალიან ბევრ თემაზე დამაფიქრა და ეგ ფილმი არის ის ფილმი რომელშიც არ ვიცი ყველა თემა არის რა განხილული და ნუ თავისი სამსახიობო შესრულება გინდა თუ რა გინდა და ბევრჯერ მაქვს ნახე საკმაოდ იმის მეც ძალიან ბევრჯერ ნახე და რამდენჯერაც ნახე სულ ახალ რაღაც აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე ხან რაღაცა ისინი აქვს ძალიან უყვარს კუბრიკს მინიშნებები და რაღაც იმების დადებები რა ხო დეტალები ძალიან უყვარს და დავიწერე იმიტომ რომ იმდენი ის მაქვს მიტრიალება და თავში რომ მეთქი დავწერჯობიათ მეორე არის პარაზიტი ოკეი რომელიც არის ანუ თან გეცინება თან გეტირება თან სოციალური კინო არის თან კადრებიც უმაგრესი არის მუსიკაც ძალიან კარგია ალბათ ყველა დროის ისეთი ფილმი იქნება აქტუალური, იმიტომ რომ ისეთ თემას ეხება. რომ ძალიან ვისაც არ აქვს ნახი, ვურჩევდი რომ ნახოს ნამდვილად, ანუ თუ მკითხავენ რომ აი რას ვუყურო, თუ არ გაქვთ ნახი, პარაზიტს აუცილებლად უნდა უყუროთ, ჩემი აზრით. შემდეგი არის ჰიჩკოკის ფსიქო. ცოტა, ნუ ხო, რთული არის შევეჭიდე, ხო, და რთულად შევეჭიდე. არა, იცი როგორ მაგრამ სანახავია. ხო, კინემატოგრაფიულად მივუდექი მათ საკითხს. ეგრე მივუდექი ზუსტად, ხო. შემეძლო უფრო მსუბუქებით არის და ძალიან ბევრია რომელზეც გიჟდები მართლა ეხა ჰიჩკოკის ყოველდღე არ ვუყურებ და ვერც უყურებ ჰიჩკოკი ისეთი მონსტრების კორპორაციას უყურებ მოდი სალო შეეშუპა შემდეგი არის ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის ალეხანდრო გონზალეს ინარიტუ და ტრილოგია მეც ტრილოგია შევყვანე რომელიც არის 21 გრამი ბეიბელი და ამორეს პეროს როგორც ეგრე სიყვარულის საშინელია ხო საძულველი თუ რა მოკლედ ხო ეგეთი თარგმანი აქვს რა რატომ არის ეს ფილმები ჩემთვის ძალიან ეს რეჟისორი მიყვარს ჯერ იმიტომ რომ ბაბელში აქვს ძალიან ბევრი ისეთი მსახიობი ყავს გამოყვანილი რომელიც არ არის პროფესიონალი მსახიობი და ამის ბექსტეიჯები კიდე ცალკე ფილმი არის იმიტომ რომ ადამიანი ჩავიდა გადასაღებ მოედაზე სადაც არ იცოდა რა უნდა გადაიღო და ბინები დახვდებოდნენ და რა მოხდებოდა ამ სამივე ფილმში არის ისტორიები რომლებიც ერთმანეთთან იკვეთებიან და რეალურად არ იცნობენ
ანუ ფილმის ყურებას რა ვიწყებთ, არ ვიცით რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან რაიმე კავშირში არიან, მაგრამ ბოლოს ერთმანეთს ყველა უკავშირდება. და არის ძალიან საინტერესო რეჟისურა, ჩემი აზრით და გადაწყვეტილება, ანუ ჩვეულებრივი ცხოვრებაში როგორც ხდება ხოლმე რა, რომ მე რო შენთან მოვალ და იმას რაღაც ისეთს რო გამოუძებნით, რომ თურმე მესამე ადამიანი ისე არის, რომ საერთო ადამიანს ისე ვიცნობ თურმე რომ არც ვიცოდით რა და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეგ, როცა კინო მართლა ცხოვრებას გავს. და ხო, ერთი არის გაიქეცი ლოლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მონტაჟის ქალი ვარ მე მაინც და მე სრული კინო არის სრული მონტაჟი რა და კინო რომელზეც იტყვი რომ ხო არის მომენტები რა რომ ესე რომ ექნა რა იქნებოდა ალბათ ყველას უფიქრია ეგ რა და ეს ფილმი არის მაგის დასტური რომ კი შენ როგორც გინდოდა ისე რომ გექნა იქნება ზუსტად ყველაფერი ისე. ეგეც არის და ისიც არის რომ ადამიანები ჩვენი თუ ქმნით ჩვენს ჩვენ თვითონ ქმნით ჩვენს მომავალს ასე ვთქვა და ჩვენს გარემოს რა როგორ გვინდა რომ მოხდეს რაღაცა დღევანდელი დღე აი ამ გზით წახვალ თუ ამ გზით წახვალ შენ თვითონ ირჩევ მოკლედ რა და ძალიან მაგარი კინოა. და ნუ ბოლო რა ვიცი ფელინის ვაწყენინოთ. ფელინის ვანახევარი ალბათ რა იმიტომ რომ ძალიან ეს იმიტომ რომ ეხა ჩვენ გადაცემას ქვია და მაგიტო თორე ხო და იმიტომ დაგვასპონსორა ფელინი გვასპონსორებს. ხო, უნდა ვახსენოთ ისიც რომ დღეს ვართ რით ჰოტელ თბილისში, სასტუმროში. სადაც გვიმასპინძლეს ძალიან საყვარელმა ადამიანებმა და უღრმესი მადლობა. კი, დაგველოდნენ შუაღამემდე, გველოდებიან ახლა. გველოდნენ და ახლაც გველოდებიან და იმედია და გველოდებიან. დამთავრდება ჩვენ. ხო, ერთი კითხვაც მაქვს ბოლოსთვის. რომელიმე ფილმი თუ არის ისეთი, რომელსაც ძალიან ბევრჯერ უყურებ და არ მოგვბეზრდება არასდროს. ან თუ არის ფილმი, რომელსაც არასდროს აღარ უყურებ. მე ორივე მახსენდება. რასაც ალბათ სულ ვუყურებ, იქიდან გამომდინარე რომ უკვე ჩემი სამი შვილიც მუდმივად უყურებს, ალბათ იქნება მარტო სახლში. რომელიც მუდმივად იქნება ჩვენ სახლში, ესე მგონია. ხო, ეგ ისეთი ფილმი არის ახლა, ნუ ბავშვები მე ისმის, მაგრამ როგორც ეს კინემატოგრაფიული არის. არა, ალბათ ეს კითხვა იმიტომ დავსვით, რომ მე მაქვს ეგეთი ფილმი და ალბათ მაგიტომ შენ. ცისფერი მთები არის შემთვის ესეთი ფილმი, რომელზეც აი იყო რა ვიცი, სახლში რო იყოს უბრალოდ ფონად ჩართული, ალბათ არ მექნება პრობლემა არანაირი. პიაზი გასკდა. გაიტანეთ მეთქი. არსად არ ვაგდებ. გაიტანეთ. გონი გავიჭერე. შერეკილებიც მაგაში გადის რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემ რაც უნივერსალურია მართლა, იუმორი არ ვიცი. ძალიან ბევრჯერ მაქვს ანახი და ბოლოს რო ვნახე ეს არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ რა ეგ მომენტი. აი ერთაოსთან რომ მიდიან რომ უნდა გადაიბაროს ვალები რა. მან დარი ესეთი მომენტი რომ მამაო ხომ იყვება რა და ეუნება რომ შეხედე უფროსო რამ სიგრძე ფეხები აქვს. აი ეგ მომენტი რომ აღმოვაჩინა აი. შეხედე, უცესო. შეხედე. რამ სიგრძე ფეხები აქვს. ეხლა გადაიბაროს მამამისის ვალები თორემ მე დაკრავს მე და კარგად მოვიდა. გაბრიაძე ხო რა თქმა უნდა ნუ რავი კლასიკაა და საერთოდ. ხო, დიდი განძი გვაქვს რა, ეგეც არის ალბათ ჩვენი აქ თავშეყრის და აი ამ რა ვიცი ასეთი გაბედული ნაბიჯის გადატმის მიზეზი. ნამდვილად გაბედულის, იმიტომ რომ ჩვენ ორივე მივეკუთვნებით იმ კატეგორიას. ეგ მინდოდა ამეხსნა რა, ძალიან ინტროვერტი, ცოტა ესეთი ადამიანები ვართ, ან გვიყვარს საუბარი, იმიტომ რომ ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ვერ ვიპოვეთ თქვათ ესეთი რაღაც ბმა, გვიჭირს რა, ასე ვთქვათ, საკუთარი ემოციების გაშიშვლება. და ეს ისეთი პლატფორმა იქნება, სადაც შევძლებთ რომ ერთმანეთის ემოციები რეალურად გავაზიაროთ. კი და თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად. ჩემთვისაც. რომ ხო არ ვიცი კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ ცუდებიც, კარგებიც, ყველაფერი რაც მოგეწონებათ, რაც არ მოგეწონებათ. კითხვები, რასაც ვუსვამთ ერთმანეთს, გვაინტერესებს თქვენი აზრიც და თქვენი შეხედულებებიც, იმიტომ რომ ზუსტად ამიტომ შემოვედით ამ სივრცეში, თორე ოთახშიც ვისხედით ძალიან მშვენი. რეალურად გვაინტერესებს ისიც რა ხდება კინოს კუთხით საქვეყანაში რა, აი როგორ რამდენად აინტერესებს. ხო, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს აი რაღაც ქართულ კინოებსაც რა, რო შევეხოთ 1-2 სიტყვით,
ძალიან ცოტა ფილმის გადაღება მიმდინარეობს. არ ვიცი, მე ბოლოს როდის ვნახე ესეთი ფილმი, რომელიც აი ეხლა ხანს გადაიღეს, არ მახსოვს. ნუ არის რა თქმა უნდა და კარგი ფილმებიც არის და არა კარგი ფილმებიც არის და მაგაზეც თალკე ეკუთვნის ალბათ ჩემი აზრით ქართულ ფილმებს, ხო, თალკე კი და აუცილებლად დავუძმოთ. დიდი გეგმები გვაქვს ჩვენ. არ გეგონოთ რომ სულ ესე რაღაც ვიხტუნავებთ, არა, ვიხტუნავებთ ალბათ აზრებზეც, იმიტომ რომ ეგ არის ამის ასე ვთქვათ ნიშაც, ეგ არის ჩვენი, რომ ასე უნდა ვიყოთ თავისუფლად გესაუბროთ, რასაც ვფიქრობთ იმაზე. თუმცა ბევრი გეგმები გვაქვს, ჩამოწერილი გვაქვს დავთრები, ამ დავთრებში ბევრი კარგი საინტერესო ამბები გველოდება. შეიძლება ჩემი ფილმების ხუთეულივით იყო ეს რა ქვია ეს გადაცემა თუ ეს ეპიზოდი, ანუ ხან ესეთი ძალიან ისე რომ მოდიოდა წყალივით აზრები და ხან აი ანას რო კითხეთ გზაში გზას ხედავდა ესე გვაჩვენა. ხო, შეიძლება ერლავესია რა. მოკლედ ვცადეთ, ჩვენ ვცადეთ და კიდევ ვცდით და არ დავნებდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო, რატომაც ვერ უნდა მომხდარიყო თუნდაც ეს ჩაწერა. ამიტომ, რადგანაც ეგ ყველაფერი გადავალახეთ, ვგონია რომ რაღაცა იქნება რა. თავარია სურვილი და იმედია რომ გამოგვივა. და მადლობა დიდი. დამშვიდობებები არ გიყვარს ჩვენ და დროებით მაშინ. საერთოდ ეს ვიზაც დამეღადაობას გავა. ფილმი მთავრდება და თუ კლაპი თავი არა, ფილმი რო თავდება იძახიან რას? დემონტაჟი და გავაკეთე და გათიშეთ რეკი და დავანებეს თორე. ისე შეეცვიდა თორე.